არ ჩაიცვა მოკლე კაბა და ამოღებული მაისური. ნუ გაიკეთებ ტატუს და პირსინგს. სახლში დროზე მოდი, გვიანამდე სხვაგან ნუ დაბოდიალობ. ალბათ ყველასთვის ნაცნობი ფრაზებია, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც სახლში უფროსი ძმა ან კაცრი მამიკო ყავს. არ ვიცი, რამდენად შეიძლება ეს მოთხოვნები ქართული ოჯახების ტრადიციულობას მივაწეროთ, მაგრამ ზოგადად მათი არსებობა ბევრი გოგოსთვის ცოტა არ იყოს დამამცირებელია. მშობლებს ყოველთვის ჰქონდა ჩემ ოჯახში ეგ პრობლემა, რომ გოგო ყოველთვის უნდა მოვიდეს 6-ზე, მით უმეტეს მე ყოველ 5-ზე, 4-ზე სულ მირეკავდნენ, მაკონტროლებდნენ, მოდი და ძალიან დაკომპლექსებული ვარ და შებოჭილი ვარ მაგ მხრივ და თან ძალიან კაცრებიც არიან, მაგრამ მე ვთვლი, რომ არ უნდა იყოს მშობელი, თავის შვილთან უნდა იყოს ძალიან გახსნილი და კარგად უნდა იყოს, რავი, კარგი ურთიერთობა ქონდეს. ქალებს, რავი, უფრო ცოტა იქით დგანან, აი, მეორე ხარისხო უნდა თვლიან, რომ ქალი უნდა იყოს სახლში, უნდა აკეთოს საჭმელი, მოუაროს ბავშვებს და რა ვიცი, უფრო თავის თავს აყენებენ მამაკაცები, მე ვთვლი ეგრე, რომ წინ უფრო თავის თავი უყენიათ და მერე ქალები. ცოტა, რა ვიცი, თავისუფლება უნდა მისცე ქალს, რომ გძნობინო, რომ ის ქალია და არა შენი მონა რა და მგონი შეიძლება რაღაცა. ჩემი აზრით, მემკვიდრეობა უნდა იყოფოდეს შუაზე, ნაწილი უნდა ეძლეოდეს ბიჭს და ნაწილი უნდა ეძლეოდეს გოგოს. ჩემი აზრით, ბიჭი მაღლა არ უნდა იდგეს, რა მნიშვნელობა აქვს შვილია და უნდა იყოფოდეს შუაზე ეს მემკვიდრეობა. ერთმანეთს უნდა უგებდნენ ოჯახის წევრები და ეს ყველაფერი შეიცვლებოდა, ისე აღარ იქნებოდა როგორც დღევანდელ საქართველოშია. საჭიროა განვითარება. ბევრი ამბობს, რომ საქართველოში გოგონები უფრო ცდილობენ თანამედროვე სტანდარტებს მიუახლოვდნენ და ნელ-ნელა დამოუკიდებლობას მიეჩვიან. რამდენად მოსახერხებელია ეს მაშინ, როცა ირგვლივ ბევრი ამ ყველაფერს არ ეთანხმება, ძნელი სათქმელია. ვფიქრობ, რომ ძმა უნდა ერეოდეს დის საქმეში, მაგრამ არა ზედმეტად. კი, ანუ როგორ ფიქრობ, ანუ არის თუ არა ისეთი რამ, რაც კონკრეტულად ძმა შეუძლია, რომ აუკრძალოს თავის დას? არა, აუკრძალოს არ ამგონია, რომ აუცილებელი აუკრძალოს, მაგრამ უნდა იყოს საქმის კურსში რაღაცების, იმიტომ რომ ძმა არის კაცია და რაღაცებს განსაზღვრავს უფრო კარგად ვიდრე გოგო. ყველა ადამიანი თავისუფალია და თავის აქციელის მართვა თავისზეა დამოკიდებულია ალბათ. ანუ შენ არ მიგაჩნია ხო მიზანშეწონილად ძმამ აიღოს პასუხისმგებლობა დაზე? არა. მაგას არ ვარ, პასუხისმგებლობა ერთია და მეორე არის აზრის თავისუფლება. ყველა ადამიანი იმას აკეთებს, რაც საჭიროა ნორმის ფარგლებში ალბათ. და ყველასთვის ნორმა რაღან განსხვავებულია, ნუ ყველას თავისი აზრის უფლება აქვს. რა თქმა უნდა, ვერევი, ჩემი დაში ისეთი რამ არ უნდა გააკეთოს, რაც ბიჭისთვის მით უმეტეს უხერხული არის ქუჩაში და შენ მიგითითებენ ხელით, რომ შენი და ეს და რაღაც ცუდი არის მეგონა. არა უგზავნოდი, არაფერს პროცესს შევას მივცემდი ყოველთვის. იმიტომ რომ თავის ცხოვრება აქვს და მე არ უნდა ჩავერიო ზედმეტად მის ცხოვრებაში. მე ვამბობ, რომ შევა მივცემას. გააჩნია. გარკვეულწილად უნდა ერეოდეს და ეხლა ძალიან დიდი უფლება არ აქვს ჩარევის. აი რასაც უყურებ, ანუ ჩემი მეგობრების დებს და აი ეგრე ალბათ აუგზავნავდი ღამე კლუბებში სიარულს, მოკლე კავების ჩაცმას და რავი კიდე ხო, ტატუს არ აუგზავნავდი. რამდენიმე საუკუნის წინ ის, რაც ჩვენ ახლა შეზღუდვად და მოთხოვნად გვეჩვენება, ქალისთვის კანონი იყო. დამეთანხმებით სიტუაცია იცვლება, უბრალოდ ცოტა ნელი ტემპით. იქნებ ეს იმის ბრალია, რომ გოგონებს ბავშვობიდან გვაჩვევენ იმას, რომ ბიჭი ოჯახში მთავარია და ჩვენ ვერასდროს შევძლებთ ისეთები ვიყოთ, როგორიც საპირისპირო სქესის წარმომადგენლები არიან.